ბევრი მწერს, რომ თქვენი დიეტით დავიკელი 5 კილო, 10 კილო, 15 კილო მომწერა ერთმა და ძალიან მიხარია. და ვინც არ იცის ამ ეგრეთ წოდებული დიეტის შესახებ და უпростоრად სწორი კვების შესახებ, რომელიც მე შემოგთავაზეთ დაახლოებით უკვე 1 წლის წინ, შემიძლია ისევ შეგახსენოთ. დიეტა როგორც ესეთი სიტყვა ასოცირდება შეზღუდვასთან, აი რაღაცა ცუდ ხასიათთან, რომ რაღაცებს ვერ ჭამ და რაღაც დროებით სიტუაციასთან, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ეს არ არის დიეტა, ეს არის უბრალოდ სწორი ჯანსაღი კვება, როგორც უნდა იკვებოს ნებისმიერმა ადამიანმა. მთავარი არის რა? მთავარი არის ის, რომ ეს კვება, რომელსაც ახლა მე თქვენ მოგიყვებით, ძალიან მოკლედ მარტივად, გაიხადოთ თქვენი ცხოვრების ჩვევად, წესად. ანუ იმდენად დაეჩვიო, როგორც აი რაღაცა ჩვევები გვაქვს დღის განმავლობაში, მაგალითად დილას ყავას ვსვამთ, ისე რომ არ ვფიქრობთ ამაზე, ხო? უბრალოდ გვინდა და ვსვამთ. ანუ როდესაც აი ამ კვებით, აი ისეთნაირად დაიწყებ კვებას, როგორც ახლა მე თქვენ მოგიყვებით, დროთა განმავლობაში დაეჩვევი და მერე ვერც კი შეამჩნევ, როგორ სწორად ზუსტად აკეთებ ამას და აუცილებლად დაიკლებ წონაში, თუ გაქვს ჭარბი წონა და თუ არ გინდა, ანუ შენარჩუნება გინდა წონის ამას შეინარჩუნებ, თუ გაქვს პირიქით წონის დეფიციტი, მოიმატებ, ოღონდ პატარა რაღაცა უნდა დაამატო კიდევ, ამას კიდევ სხვა ვიდეოში აგეხსნით. ეხლა კი კვება, რომელიც დაგეხმარებათ დაიკლოთ წონაში. ესე იგი, მთავარი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ დღეში უნდა ჭამო 4-ჯერ. კვებებს შორის უნდა იყოს ინტერვალი 3-4 საათი, არც მეტი, არც ნაკლები. მაგალითად, ერთი კვება თუ ჭამე და გავიდა 3-4 საათი, მაგრამ არ გშია, მაინც უნდა ჭამო. ასევე კვებებს შორის არაფერი არ უნდა ჭამო, არანაირი ვაშლი, არანაირი ხილი, ზოგს გონია, რომ ხილი კვება არ არის და ასე შემდეგ. მხოლოდ წყალი. კი ბატონო, ჩაი, ყავა, ოღონდ უშაქრო. რამდენი წყალი უნდა სვა? თქვენი წონა გადაამრავლეთ 3-ზე და მიიღებთ დაახლოებით იმ რაოდენობას წყლის, რაც თქვენ გჭირდება. მაგალითად, თუ თქვენი წონით 70 კილოგრამს, 70 გაამრავლე 3-ზე, ეს არის 210, ანუ 2 ლიტრა 10. ნუ 2 ლიტრა წყალი უნდა დალიო დღეში დაახლოებით. ცოტ-ცოტა, უფრო მეტი დღის პირველ ნახევარში, უფრო ნაკლები დღის მეორე ნახევარში და ძილამდე 1-2 საათი არ არის ასურველი ბევრი სითხის დალევა. შეიძლება, ნახევარი ჭიქა, მეტი არა. ეხლა რაც შეეხება კვებას. პირველი კვება, ეს არის დილით კვება, რომელსაც საუზმე ქვია და ამ დროს ჭამ იმას, რაც გსურს, რაც გინდა. რატო ვამბობ ამას? იმიტომ რომ იმისათვის, რომ გქონდეთ გარკვეული თავისუფლება, ძალიან არ დაისტრესოთ, რასაკვირველია პირველი კვებაც კარგია, თუ ჯანსაღი და სწორი იქნება, ამას კიდე ცალკე გეტყვით რა უნდა იყოს, მაგრამ არ არის პრობლემა. ჭამეთ, რაც თქვენ გიყვართ, რაც გინდათ, რაც თქვენ კარგ ხასიათზე გაყენებთ და რაც მთელ დღეს, ესე ვთქვათ, მთელი დღე გამყოფებთ კარგ განწყობაზე. პირველი კვება არის ის, რაც შენ გინდა. შემდეგ გავიდა 3-4 საათი, მეორე კვება, მიირთმევ წახემსება ქვია ამას, აი თვითონ სიტყვაც ისეთია, ხო, აი რაღაცა ცოტა შეჭამე, აი რა უნდა ჭამო მეორე კვებაზე. აი სწორედ ეს ის დროა, როდესაც შეგიძლია ჭამო ხილი. ნებისმიერი ხილი, შეგიძლია ხილი პლუს ხაჭო, ხილი პლუს მაწონი, არ ვამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ რასაკვირველია ახლა თუ თქვენ მაწონს შეჭამთ 500, ანუ 9 ლიტრას და თუ დააყოლებთ ხილს 2 კილოს, ან 1 კილოს, რასაკვირველია ეს არ არის სწორი და არ არის ნორმალური. ხილი უნდა იყოს დაახლოებით 2 ცალი, აი რომ წარმოვიდგინოთ 2 ატამი, ან 1 ატამი, 1 ბანანი, 2 ვაშლი, ან 1 ვაშლი, 1 ციტრუსი და რაღაც ესეთი და მაწონი უნდა იყოს 200 გრამი დაახლოებით, ან პატარა 1 ჭიქა, ან ხაჭო. თუ არ გაქვს ხაჭო, მაწონი დავანებოთ, მარტო ხილი, მეტი არაფერი. ეს მეორე კვება. მესამე კვება, ეს არის სადილი 3-4 საათში, არ დაგვავიწყდეს, რომ ინტერვალში ვსვამთ წყალს, ნელ-ნელა, ცოტ-ცოტა და მუდმივად. მე სხვათა შორის ცხელ წყალს ვსვამ ზამთარში, სიამოვნებს თან რაღაც ყელის და იმ გაციების პრობლემის პროფილაქტიკა. აი, მესამე კვება, ეს არის სადილი 4 საათზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აუცილებლად უნდა ჭამოთ. დაახლოებით ეს დრო უნდა იყოს 4-5 საათი.
შეიძლება 3 საათიც იყოს, კი ბატონო. ყოველ შემთხვევაში აი 6 საათამდე უფრო გვიან არ უნდა იყოს. აი 7-ზე სადილე არ უნდა დაემთხვეს. ანუ ისე ცოტა ადრე უნდა ადგე, ვინც დგება დღის პირველ 2 საათზე, იმათვის ვამბობ, რომ სადილე მოესწროს სადღაც 6 საათამდე მაინც. იდეალური დროა 4 საათი. ეს არის თეფში, წარმოიდგინეთ, დიდი თეფში შეგიძლიათ აიღოთ და გაყოთ შუაზე. შუაზე რო გაყოფ, ნახევარი ეს უნდა იყოს ბოსტნეული, ანუ ბევრი ბოსტნეული, ნებისმიერი ბოსტნეული, ცოცხალი. ეხლა ზოგმა იცის რომ ვიტყვი ბოსტნეული და მოთუშავს ბადრიჯანს და იმას აჯაფსანდელს გააკეთებს და ხო არის ეს ბოსტნეულიო. არა, ეს არის ერთი რომ მოთუშული ბოსტნეულია და მეორე რომ ზეთია ძალიან ბევრი. ამიტომ და ზოგი კიდე კარტოფილს უმატებს, ეს არ გვინდა. აქ უნდა იყოს ცოცხალი ბოსტნეული, კიტრი პამიდორის სალათი დამატებული, გნებავთ ის აისბერგი თუ კომბოსტო თუ რა ვიცი, აი რაც გნებავთ ცოცხალი ბოსტნეული. დარჩა მეორე ნახევარი თეფშიც, ხო? აი ეს მეორე ნახევარი გავყოთ შუაზე, ანუ გამოვიდა 1/4, 1/4. 1/4-ში იქნება ცილა და ცილა ნიშნავს ხორცეული ნებისმიერი, თევზეული იქნება თუ კვერცხიც ცილა და თუ ცხოველური არ გინდათ, მაშინ ნებისმიერი პარკოსნები, მაგალითად ლობიო, ბარდა და მეორე კიდე 1/4 დარჩა და აი ამ 1/4-ში უნდა იყოს ნახშირწყლები. ნახშირწყლები ეს შეიძლება იყოს ერთი ნაჭერი პური, ან წიწიბურა, ბრინჯი, შეგიძლიათ კარტოფილი თუ გიყვართ, ნუ უმჯობესია მოხარშული შემწვარით შეიძლება, მაგრამ 1/4. აი ეს არის თქვენი სადილე. დაიმახსოვრეთ, რომ სადილე უნდა იყოს ძალიან გემრიელი, რომ ის თქვენ გესიამოვნოთ და კარგ ხასიათზე დაგაყენოთ. ამის შემდეგ გადის 3-4 საათი და თქვენ შეგიძლიათ გამოტოვოთ ეს კვება, უკვე საღამოა, უკვე მალე იძინებთ. შეგიძლიათ გამოტოვოთ, მაგრამ თუ მაინც და მაინც გინდა, კი ბატონო, არ არის პრობლემა, მაგალითად 1 ჭიქა მაწონი, ან 1 ჭიქა კეფირი, ან უშაქრო იოგურტი, უშაქრო, ანუ საღამოს შაქარი, ცხიმი არ გვინდა. ზოგი ამბობს, რომ არ მიყვარს ეს რძის პროდუქტი, კი ბატონო, მაშინ მიირთვით რამე ბოსტნეული, ცოცხალი ბოსტნეული და 1 ცალი კვერცხი, მეტი არაფერი. აი ამ პრინციპით თუ თქვენ დაიწყებთ კვებას, უკვე ერთ კვირაში იგრძნობთ ძალიან კარგ შედეგს და ეს მოგცემთ უფრო მეტ, ესე ვთქვათ, мотивაციას, რომ გააგრძელოთ სწორი კვება, დაეჩვიოთ და ის გახდეს თქვენი ცხოვრების წესი.